ბევრს გონია, რომ თმის წვენა მხოლოდ თანამედროვე კაცების თავსატეხია. არა და 2000 წლის წინ სარდალი, რომელმაც ნახევარი სამყარო დაიპყრო და გალია რომს დაუმორჩილა, სარკის წინ იდგა და შუბლის ხაზის უკან დახევას განიცდიდა. დიახ, იულიუს კეისარი მელოდებოდა და ამას ისე მტკივნეულად აღიქვამდა, დღეს რომ ეცხოვრა თურქეთში პირველივე რეისით გაფრინდებოდა. რომელი ისტორიკოსი სვეტონიუსი გვაუწყებს, კეისარი სიმელოტეს იმდენად განიცდიდა, რომ კეფიდან შემორჩენილ თმას შუბლისკენ ივარცხნდა. წარმოიდგინეთ, რომის ერთპიროვნული მმართველი საკუთარ თავზე კლასიკურ ტალავერს იშენებდა. როდესაც სენატმა მას უპრეცედენტო პატივი და უამრავი ჯილდო მიანიჭა, კეისარს ყველაზე მეტად დაფნის გვირგვინი გაუხარდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დიდება ხიბლავდა, უბრალოდ გვირგვინი სიმელოტეს ფარავდა. კეისარი გამონაკლისი არ ყოფილა. რომის კიდევ ერთ იმპერატორს დომიციანეს სიმელოტე ავადმყოფურ აკვიატებად ექცა. მის თანდასწრებით თმის ხსენებაც კი მძიმე შეურაცხყოფად აღიქმეოდა. იმპერატორმა ამ პრობლემას ტრაქტატიც უძღვნა, სადაც თმის წვენას ახალგაზრდობის დაკარგვასა და ნაადრევ ჭკნობას უტოლებს. ის წერდა, ხომ ხედავ, როგორი ტანედობითა და სილამაზით გამოვირჩევი. თუმცა ჩემს თმასაც იგივე ბედი ეწია და მე სიმხნებით ვეგუები, რომ ჩემი სიჭაბუკე ასე ნაადრევად ბერდებაო. დომიციანე რომის ნაცვლად საქართველოში რომ დაბადებულიყო, ალბათ სადმე ბორჯზე დაждდებოდა, ხელში უკულელეს აიღებდა და ზუსტად ასე იმღერებდა. რა ყოფილა სიჭაბუკე, ჩემო კარგო ხდები უკვე. მელოტი თუ ხარ, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც სერიოზული სახით დაგარიგებს. ბიჭო, დილით ხახვის წვენი შეიზილე. ნივრის ქერქი მოხარშე და აბუსალათინის ზეთში აურია. ჩემ სოლის ძმამ სამ დღეში ისეთი ძუა ამოიყვანა, დალაქმას კი ვერ შეჭრა. მეგობრებო, გენეტიკას ხახვით და ნივრით ვერ დაამარცხებთ. რომის იმპერატორმა ვერ შეაჩერეს ეს პროცესი და თქვენ ჭინჭრის ნახარში დგინდათ ფოლეკულების გაცოცხლება. და კიდევ ერთი, ვინც მელოტებზე ქილიკობს. ელისე წინასწარმეტყველს გზაზე ბავშვები აედევნენ და დაცინვით დაუწყეს ზახილი. წადი ქეჩალო, ანუ წადი მელოტო. იცით რით დასრულდა ეს სცენა? ყიდან 2 დათვი გამოვარდა და 42-ვე დამცინავი ადგილზევე დაფლითა. ასე რომ, თუ სიმელოტეს სასაცილოდ გეჩვენებათ, იცინეთ, მაგრამ ტყეში სეერნობისას ფრთხილად იყავით. დათვები მელოტებს განსაკუთრებით მფარველობენ. ისტორია გვიჩვენებს, რომ უდიდესი მმართველებიც კი კარგავდნენ თმას და ეს მხოლოდ ბუნებრივი პროცესია. თუ თმა გცვივათ, მიიღეთ გადაწყვეტილება და თამამად გადაიპარსეთ. თუ არ მიესალმებით ტალავერს თავზე, მაშინ არ დაგაუწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. თქვენი აქტივობა მნიშვნელოვანია.